ილია მეორეს სამებაში დაასვენეს, ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. კათოლიკოს პატრიარქი ათასობით ადამიანმა ეკლესიამდე ფეხით მიაცილა. საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვაა გამოცხადებული, უწმინდესსა და უნეტარეს კვირას მისივე სურვილით სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. სინოდმა პატრიარქის ტახტის მოსაყდრეთ მიტროპოლიტი შიო დაამტკიცა, ის ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევამდე მართავს. ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი. მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით შეიქმნება დამგრძალავი კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. სოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ელია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი აღასრულა. მარადიული იყო ილია მეორის ხსოვნა. მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით გამტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები. ნათქვამია სამძიმრის წერილში. საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში ტურისტული ვიზის ასაღებად $15,000-მდე დეპოზიტის გადახდა მოუწევთ. სრულება 2 აპრილს ამოქმედდება. პროგრამის მიზანი ამერიკაში არალეგალური მიგრაციის რისკების აღმოფხვრა. თანხა სრულად დაუბრუნდებათ იმ პირებს, რომლებიც სამშობლოში ვიზის პერიოდისა და დეპოზიტის პირობების შესაბამისად დაბრუნდებიან ან საერთოდ არ იმოგზაურებენ. რეგულაცია არ ეხებათ მათ, ვისაც უკვე აქვს ვიზა.